შვილის საფლავზე იყო მისული ადამიანი, რა ისტორიაც მოყვა წინაზარის ავტორმა და იქ დააჯარიმეს. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაორმაგებულია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотивация, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. Filosofia ვიმართავ. ჯერ თვითონ მისცეს მაგალითი. დამძამდეს ავტობუსში. მერე მისცეს ბრძანება ხავს. ქართველი მოხუცი ხანდახან ფეხზე დგას და გადაჭედილია სავარძლები უცხოელი ადამიანებით ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. სტუმარს დიდი პატივისცემით ხვდებით ქართველები ჩვენ, მაგრამ ეს სტუმარი არ უნდა გახდეს შინაური. შენ რომ ადამიანის არ გესმის, რომელიც დილით გამოდის სახლიდან თავისი ავტომანქანით, რაღაც საკითხზე მიდის, შრომობს, მუშაობს, წვალობს, უნდა რაღაცა ოჯახში შეიტანოს და მას მხოლოდ ერთ დღეში 200 ლარს უწერ ჯარიმად, იმის გამო რომ ვერც კი ხსნის, ვერც კი ხვდება რატომ და ეს ადრე ასე არ ხდებოდა, აქ უკვე უსამართლობასთან გვაქვს საქმე, დიდ უსამართლობასთან. 4 თვეში 108 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა გაორმაგდა და 90%-ით მეტი ჯარიმაა გამოწერილი. პარკინგის ჯარიმები 165%-ით მეტია გამოწერილი. ხელისუფლების არგუმენტია ამ დროს, რომ არ დაარღვიონო, კანონი დაიცვანო და ჯარიმაც არ ექნებათო, მაგრამ უამრავი ადამიანი ყვება სოციალური ქსელებით მაგალითად, რომ ისინი ყველა წესის დაცვით მოძრაობენ, მაგრამ ეს ჯარიმა მაინც მოდის და ვერ ერკვევიან ადამიანები რა არის ამის მიზეზი. უსამართლოდ წერენ ამ ჯარიმებს, იმიტომ რომ ჩანაფიქრი ჰქონიათ, რომ ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაიყვანონ უნდათ ხალხი თურმე. და მარტო ეს არ არის მიზეზი, ბიუჯეტის შევსება უნდათ, იმიტომ რომ ბიუჯეტს როგორც ჩანს პრობლემები აქვს. პატრონი ყავს ამ ქვეყანას საერთოდ. ამ ქვეყანას ყავს ძალიან ხირსეული ხალხი, შრომელი, კეთილი, მორწმუნე, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არის კეთილსინდისიერი და პატიოსანი. მთელი დღე შრომობენ, მთელი დღე მუშაობენ. პენსიონერებმა უკვე იშრომეს მთელი ცხოვრება და რაც აქამდე გვაქვს, მოგვიტანეს ეს საქართველო. მოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ის დრო და ვფიქრობ ძალიან მალე, როდესაც ყველანი გაბწყინებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, როგორც პატრიარქს უყვარდა ხოლმე თქმა.